ამჟამად თამაში 96 სხვადასხვა ბრაულერია, 96-ვე სხვა სახელით. გიფიქრეთ, რომ Supercell-მა ამ პერსონაჟებს შემთხვევითი სახელები დაარქვა? მაშინ ცდებით. დღეს ჩვენ თითოეული ბრაულერის სახელის წარმოშობას აღმოვაჩენთ და დამიჯერეთ, ზოგიერთი მათგანი მართლაც შორს მიმავალია. მოდით დავიწყოთ. მოგესალმებით, გოგო, ეს სახი პანგინიოა, მე კი გუგო ვარ და დღეს ჩემი ვიდეოს უყურებთ. თქვენ კი შეგახსენებთ მანამდე, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააკეთოთ ზერს არ გამოტოვოთ ესეთი მაგარი ვიდეოები, სათამაშოები და სხვა ბევრი რამ. კარგით, ახლა უშუალოდ ვიდეოზე გადავინაცვლოთ. მოდი რეი ბრაულერებით გავხსნათ ჩვენი სია და ვინ იქნება თუ არა პირველი, თუ არა შელი. მისი სახელი საყვარელი იარაღიდან მომდინარეობს, ისევე როგორც ბევრი სხვა ბრაულერის შემთხვევაში. მას აქვს თოფი, რომლის ჭურვებსაც ინგლისურად shells ეწოდება. ამიტომ უკვე გასაგებია ჩვენთვის რატო ჰქვია მას შელი. მოდი ბარლით გავაგრძელოთ. ის ბარმენია. ბარმენები ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს ასხამენ. ლუდის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კი ბარლი. ქართულად კი ქერი არის. ამიტომ მისი სახელი ორმაგი სიტყვათა თამაშია, რომელიც სიტყვებიდან bartender, ბარმენიდან და ბარლიდან მოდის. მოდი ბროკით გავაგრძელოთ. მისი სახელი საკმაოდ აშკარაა ჩვენთვის უკვე. ის რაკეტებს ისვრის, rockets. ამ სიტყვის წინ B-100-ს დამატებით კი brackets მიიღება და რო შევამოკლოთ, ბროკი გამოვა. ბული. ის ხულიგანია, ბულდოზერი. ასევე თავის ჟილეტის უკან ხარის, ინგლისურად bull. თავისი ქალა აქვს გამოსახული, ამიტომ ადვილად ხვდებით თუ მას ბული რატომ ჰქვია. კოლტი. კოლტის იარაღი 2 რევოლვერია. კოლტი კი ცნობილი იარაღის წარმოებელი კომპანიაა რეალურ ცხოვრებაში, რომელიც რა თქმა უნდა რევოლვერებზეა სპეციალიზებული. El Primo. ეს ცოტა სასაცილოა, რადგან პრიმო მექსიკელი მოჭიდავია, მაგრამ პრიმო ესპანურად ბიძაშვილს ნიშნავს. ეს რა თქმა უნდა ცოტა უცნაურია, მაგრამ იტალიურად პრიმო ასევე პირველს ან ერთს ნიშნავს. ამიტომ მისი სახელის წინ El დაუმატა Supercell-მა, რომ უფრო ესპანურად ჟღერდეს და მარტივად გამოძვრენ. ნიტა. მას დათვის კოსტიუმი აცვია, დალც იძახებს, ხოლო სახელი ნიტა ზოგიერთ მშობლიურ ამერიკულ ენაზე დალცაც კი ნიშნავს და მაგიტომ ჰქვია ნიტა. პოკო. ის ტრადიციული მექსიკელი მუსიკოსია, იგივე მარიაჩი. მუსიკაში ტერმინი პოკო გამოიყენება იმისთვის, რომ აღწეროს ცოტა, მაგალითად ცოტა სწრაფად, ცოტა ხმამაღლა და ასე შემდეგ. რადგან პოკო მუსიკოსია, ეს სახელი მას ძალიან უხდება და Supercell-მაც ამ თანამდებობით შეარჩია. როზა. ის ბოტანიკოსია, ამიტომ შეიძლება იფიქროთ და უმრავლესობა ფიქრობს, რომ მისი სახელი ვარდიდან, როუზიდან მოდის, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. მას სახელი სამოქალაქო უფლებების აქტივისტის, როზა პარქსის საპატივცემლოდ დაარქვეს. მოდი სუპერეირებზე ვისაუბროთ, რადგან უკვე რეირები ამოვწურეთ. ჩვენ სუპერეირებსიას 8 ბიტი გახსნის. ის სათამაშო აპარატია, ასე ვთქვათ არქადე. სახელი 8 ბიტი პროცესორიდან მოდის, რომელსაც სათამაშო აპარატებში იყენებდნენ ადრე. კარლი. მისი სახელიდან ბევრი საინტერესო არაფერია. მას უბრალოდ იმ ვაგონის გამო დაარქვეს კარლი, რომელშიც ზის. ეს უკვე უადვილესია. დერილი. ის კასში გორავს. ესე ძალიან მარტივია. დაინამაიკი. ის უბრალოდ დინამიტებს ისვრის და აქედან მომდინარეობს მისი სახელი. გასი. გასი ის უკვე მოჩვენებაა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ წინა ვიდეოებში. სახელი შეიძლება სიტყვიდან gast, ქარიდან მოდიოდეს, ან თუნდაც ცულისგან, რადგან ის მოჩვენებაა. ჯეკი. კიდევ უფრო იარაღის სახელი. ის ჯეკ ჰამერის ჩაკუჩის მიხედვით არის დასახელებული. ჯესი. ეს საინტერესო შემთხვევაა. Supercell-მა თქვა, რომ მას ჯესი დაარქვეს, რადგან ჯართის ჯესი კარგად ჟღერდა. ჯესის ჯართები უყვარს და ჯართის მაყურებლები კი ცოტა არეულები არიან. პენი. ის მონეტებით სავსე ტომრებს ისვრის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონეტა კი არის პენი. და ამიტომ ჰქვია მას პენი. რიკო. ის პატარა ბუნვასე ბურთებს ისვრის, რომელიც კედლებიდან ხტებიან. ამ მოქმედებას კი რიკოშეტ ეწოდება. შესაბამისად, რიკო უბრალოდ რიკოშეტის შემოკლებაა. ტიკი. ის ნახმია. თუ მის თავს შეხედავთ, დაინახავთ, რომ პატარა მექანიზმი ტიკ-ტიკეს, რაც მას მართლა მოტიკ-ტიკე ბომბს ამსგავსებს და ამიტომ ჰქვია მას ტიკი. მოდი ეპიკ ბრაულერებზეც ვისაუბრეთ. B. ამაზე არც კი ვიწვალებ. ძალიან ადვილია თუ რატო ჰქვია B. ეხლა ბიბი. მას ბეისბოლის ბიტა და საჰაჭი რეზინი აქვს. ინგლისურად ეს სიტყვებია baseball bat და bubblegum. ორივეში B-100-ია, ამიტომ ბიბი იდეალურად სახელია მისთვის. ბო. მისი სახელი მისი იარაღის შვილდიდან, ინგლისურად bow-დან მოდის. ბონი. აი აქ უკვე საინტერესო ისტორიაში დავბრუნდებით.
ბონი და კლაიდი. მოდით დროში დავუბრუნდეთ 1930-იან წლებში. ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცენტრალურ ნაწილში ბანდა ტერორს თესავდა. ამ ბანდის ორი ლიდერი იყვნენ ბონი ელისაბედ პარკერი და კლაიდ ჩესტერ ბოეროუ. ისინი ბანკების, ბენზინგასამართის სადგურებისა და რესტორნების ძარცვით იყვნენ ცნობილნი. მოდით მათ სახელებს დავუბრუნდეთ. ბონი და κλაიდი. დიახ, ბონი ბრაუსტარშია, ხოლო მის სარბაზანს კლაიდი ჰქვია. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არაა, რადგან მათ სახელები ამ ცნობილი ქურდების მიხედვით შეურჩიეს. ედგარი, ის ემოა და თინეიჯერი და ყველა მისცით და ძალიან ტოქსიკია. ედგარი ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ემო ბიჭის სახელია, ამიტომ ეს სახელი იდეალურად უხდება ჩვენს ედგარს. ემზი ემოა, მუმია თუ ზომბი. რატომაც არა, სამივე ერთად არის. დიახ, ემზი არის შემოკლება სიტყვების ემო მამი ზომბის. ფრენკი, ის რა თქმა უნდა, ფრენკენშტაინის მონსტრის მიხედვით არის დასახელებული, რომელიც ძალიან ჰგავს. ასევე შეიძლება ვფიქრობთ, რომ რადგან ბრაუსტარსის დეველოპერს ქვია ფრენკი, მაგიტომ ქვია ფრენკი მასაც. არ ვიცით, თქვენ რას ვფიქრობთ, დაწერეთ უბრალოდ კომენტარებში. გრიფი ჩვენი სალარო. მისი სახელი მომდინარეობს სიტყვა გრიფტერი, რაც თაღლითს ნიშნავს და ჩვენ კარგად ვიცით, გრიფი როგორ თაღლითია. გრომი. გრომის სახელის გამოცნობა ცოტა რთული იყო, მაგრამ გრომ რუსულად კუხილს ნიშნავს. ვიცით, რომ გრომი რუსეთიდანაა. მას ბავშვების დაცვა ევალებოდა, მაგრამ ისე შეაშინა ბავშვების ხმაურმა, რომ მთლიანად გაგიჟდა. კუხილი სწორედ ამ ხმაურს ეხება. ჰენკი. ის ტანკს მართავს, ამიტომაც უბრალოდ ჰენკი ჰქვია, მეტი არაფერი. ნანი, ის პემმა შექმნა, რათა ჯეისის დასაცავად ეყურებინა. ნანი მეტსახელად არის ძიძა ნანი, ამიტომ არ გვქოს ამაზე ბევრი საუბარი. პემი, მას სახელის გამო არც ისე კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ მისი ფრაზა, თქვენ თვითონ მოусმინეთ? Bam, here comes Pam! ნამდვილად არ იქნებოდა პემი რომ არ ერქვას. პაიპერი, ის სნაიპერია, რომელსაც ცხობა უყვარს. ის არის ფაი სნაიპერი, რაც პაიპერად შეერწყა და სნაიპერზე ძირითმება. და ბოლოს, სტუ, ის რაღაცის შემოყლებაა, მაგრამ ხალხი დღემდე მსჯელობს, რა არის ეს? არის ის თუთერ, ენის ბორძიგი, სტანტ, ტრიუკი, ან იქნებ სტარპაკის ტესტინგ იუნაით. სტარპაკის სატესტო ერთეული? ვინ იცის, თქვენ რას ფიქრობთ, რას ნიშნავს სტუ? და ვიდეო ესე დასრულდა. თუ მოგეწონა, რა თქმა უნდა, გამოიწერო არხი და ლაიქვიდო და გააქტიუროს ძალისხი ლაკი. მალე შემოგთავაზებთ ბრაულ პასის გათამაშებას, ან თუნდაც რამე სხვა სკინის. ამიტომ, ვინც ბოლომდე დარჩით, დიდ მადლობას გიხდით. გინდათ ამის მეორე ნაწილით? მიმსჯელებთ თქვენი ლაიქებით. აბა ნახვამდის.